პატრიარქის სამების ტაძრიდან გამოასვენეს ილია მეორეს სიონის საპატრიარქო ტაძრამდე ფეხით მსვლელობით ჯარისკაცების ცოცხალი დერეფნის გავლით გადაასვენებენ. სამებიდან სიონამდე ფეხით გაივლიან გზას მრევლიც და სასულიერო პირებიც. ილია მეორეს ტაძრის საკურთხეველთან კანკელის მიმდებარედ დაკრძალავენ. კათოლიკოს პატრიარქის წესის აგების მსახურება მსოფლიო პატრიარქმა შეასრულა. სიტყვით გამოსვლისას კი მის ღვაწლზე ისაუბრა. მიმართვები ჰქონდათ მოსაყდრე შიოს, ყაველაშვილს, პაპუაშვილს, კობახიძესა და ივანიშვილს. სამებაში ილია მეორეს ხსოვნას პატივი მიაგეს სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებმა, დიპლომატებმა და სასულიერო პირებმა ვატიკანიდან. ასევე ბულგარეთის პატრიარქმა, ალბანეთის მთავარეპისკოპოსმა, ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტმა, ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტმა. სამგლოვიარო პროცესიას სიონთან ელოდება მოქალაქეების ნაწილი. პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად მრევლმა სასულიერო პირებთან ერთად მსვლელობა გამართა ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრიდან. სამძიმრის წერილს ავრცელებს გაერთიანებული სამეფოს მეფე. მისი მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. წერს მეფე ჩარლზ მესამე. მონარქმა 2011 წელს ილია მეორის ვიზიტი და დედოფალთან შეხვედრაც გაიხსენა.